მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენ იმყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად. და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება მარტისთვის ფინანსურ პროგნოზს. დიდი ხანი არ გამიკეთებია თქვენთვის ფინანსური პროგნოზი, აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ დღევანდელი საჯარო გაშლა სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამეწერა თქვენთვის. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ტრადიციულად დავხუჭოთ თვალები, ჩავისუნთქოთ, ამოვისუნთქოთ და კონცენტრაცია მოვახდინოთ ზუსტად იმ შეკითხვაზე, რა შეკითხვასთან დაკავშირებითაც უყურებთ ამ კონკრეტულ საჯარო გაშლას. კერძოდ მარტისთვის ფინანსურ პროგნოზს. როგორი იქნება თქვენი ფინანსები, როგორ განვითარდება თქვენი ფინანსები მარტის თვეში. დღეს გავშლით შემდეგნაირად, ვისაუბრებთ სამ ვარიანტზე, მაგრამ ვიმუშავებ სამი დასტით. პირველი დასტიდან ამოვიღებ არკანებს იმისათვის, რომ შევაფასოთ ახლანდელი თქვენი სიტუაცია, რა სიტუაციაში იმყოფებით ახლა. შემდგომ უკვე ნახავთ განვითარების ტენდენციას, ხოლო მესამე არკანით, ანუ მესამე დასტიდან ამოღებული არკანებით მოგცემთ ტარო რჩევას. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი, არსებული სიტუაცია, რა სიტუაციაში ხართ ახლა, როგორ ხართ. ეს ცოტა ამასად დავალაგოთ. აი ეს. ეხლა ამ დასტით ნახოთ უშუალოდ მარტის თვეში, როგორი იქნება თქვენი ფინანსური პოტენციალი. აი ფინანსური პოტენციალი თქო და სამი არკანი ამოვარდა ეშმაკი, ორიანი პენტაკლები და არკანი ქურუმი ქალი. მოკლედ დასტა არაჩვეულებრივად და სწორად მაქვს შერჩეული. ეხლა ვნახოთ პირველი ვარიანტისთვის, მარტისთვის ფინანსური პოტენციალი, მეორე ვარიანტისთვის და მესამე ვარიანტისთვის. ამ დასტით კი ამოვიღოთ თქვენთვის რჩევა ფინანსებთან დაკავშირებით მარტის თვეში. რჩევა პირველი ვარიანტისთვის, რჩევა მეორე ვარიანტისთვის და რჩევა მესამე ვარიანტისთვის. დააკვირდით ჩემო ძვირფასებო არკანებს და ამავე დროს გამოვიყენოთ, მოდით იდენტიფიკატორებიც, რომ უფრო დაგეხმაროთ არჩევაში. პირველი ვარიანტი არის ესეთი ქვა, ბრტყელი. მეორე ვარიანტი არის ესეთი ქვა, პრიალა და მწვანე. და მესამე ვარიანტი არის ესეთი თეთრი ქვა. დააკვირდით არკანებს, კონცენტრაცია მოახდინეთ შეკითხვაზე და ვნახოთ, მოკლედ, როგორი იქნება მარტისთვის ფინანსური პოტენციალი. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დაკომენტარება, არხის გამოწერა, გაზიარება და ასე შემდეგ. მე კი რო არ დავაყოვნო თქვენი დრო, პირდაპირ გადავალ პირველი ვარიანტის გარჩევაზე. პირველი ვარიანტი, ვნახოთ როგორია თქვენი ეხლანდელი სიტუაცია. ხმლების დედოფალი, დროიდების ტაროთი ვმუშაობ ამ წუთას. ხმლების დედოფალი პრინციპში თქვენი ახლანდელი სიტუაცია, ჩემო ძვირფასებო, არის ერთგვარი, შეიძლება ასე ითქვას, ბალანსის დამყარებისა და დაჭერის მცდელობა სამყაროსთან. თქვენ თითქოს ხართ მოლოდინის რეჟიმში, ამავე დროს თქვენ ხვდებით, რომ სასიკეთო დადებითი ცვლილებები უკვე მომდგარია კარს და ამას სხვათა შორის გრძნობთ მთელი თქვენი არსებით, ინტუიციით და აი რაღაცნაირი მესამე თვალით თითქოს. ახლა აი ამ დასტაზე ხმლების დედოფალსაც ვია იასამნისფერი სამოსი
და თვალები აქვს დახუჭული, ანუ სრულ ჰარმონიაშია სამყაროსთან, თვითონ იასამნისფერი ფერი არის ძალიან შთამაგონებელი ფერი, ძალიან მაღალ ვიბრაციული ფერია და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენ შეძელით და გარკვეული ტიპის კონტაქტი, აი ესეთი ურთიერთკავშირი, ურთიერთქმედება უკვე აღმოაჩინეთ სამყაროსთან კონტექსტში და სწორედ მიყვებით აი ამ თქვენს უკაცრავად შეგრძნებებს. ამავე დროს ხმლების დედოფლის ენერგია არის ენერგია საკმაოდ შორს მჭვრეტელი, გრძელვადიანი, ტენდენციების ესეთი გამომკვეთი, ზუსტად ხვდებით აი რა ტენდენციები იკვეთება ეხლა თქვენს სივრცეში და აკვირდებით ერთგვარ კვლევასაც შეიძლება ატარებთ, საით ჯობდეს, ან როგორ ჯობდეს მომავალი პერსპექტივების დასახვა. მოკლედ აი ესეთია პირველი ვარიანტი, თქვენი ეხლანდელი სიტუაცია. აუცილებლად დამიწერეთ თითოეულმა ვარიანტმა, რამდენად რეზონირდება მერე. ხო, აი ნახეთ, მარტისთვის ფინანსურ ტენდენციებთან დაკავშირებით მოვიდა ორიანი თასების. ორიანი თასების ეს არის არჩევანი, ეს არის გზის დასაწყისი. აი ამიტომ ამბობ, ინტუიციურად მინდობილი ხართ პროცესებს და მარტის თვე მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეკითხებით და ვესაუბრებით ტაროს ფინანსებთან დაკავშირებით, მოვიდა უფრო მეტად ემოციების ამსახველი არკანი. ეს შესაძლოა იყოს ორი გზა, ეს შესაძლოა იყოს ორი ადამიანის ერთობით დაწყებული რაღაცა ახალი საქმე, ახალი ტენდენცია, რომელშიც ორივე მხარე ჩადებს არა მხოლოდ დროს, ბატერიას, ფინანსებს, არამედ ენერგიას, აი სიყვარულს და იმ შთაგონებას, რაც ამ საქმის წარმატებისათვის იქნება აუცილებელი. ეხლა მოდი ვნახოთ რჩევა, რას გვეტყვის რჩევას. აი მოვიდა სამიანი თასების, აქაც მოვიდა სამიანი თასების. რჩევის სახით შეგვიძლია შემოძვირფასებო პირველ ვარიანტს ურჩევთ ესეთი რამ, რომ ბევრი რაღაცას ცადეთ, ბევრი რამ მოიგეთ. აი ამ არკანზე გამოსახულია მანდილოსნები, რომლებიც იზომავენ სხვადასხვა ტიპის სამოს ირგებენ გასახდელ ოთახში და საკმაოდ ერთობიან, ხო? აქ ნამდვილად არ არის არც ერთის სახეზე რაღაცა ჭმუნვა და სევდიანი განწყობა. მაგრამ ნახეთ რა სიტუაციაა. ეს სამოსი, ეს შინაგანი სამოსია, ანუ ქვედასაცოლები, ასე რომ ვთქვათ, და ამის ზემოდან კიდევ აუცილებლად საჭიროა რომ შევიმოსოთ, ჩავიცვათ. ეს როგორ შეგვიძლია რომ გადავთარგმნოთ, ხომ? რჩევის სახით სამყარო გვეუბნება, რომ არ გახვიდეთ საზოგადოებაში, აი აქ თუ ახლა იწყებთ რაღაცა ახალ ბიზნესს, ან მარტო ან პარტნიორთან ერთად, ან რაღაცა მოიაზრებთ თანამოაზრეს, ხო? არ გახვიდეთ მოუმზადებლები, მოირგეთ ბევრი, მოსინჯეთ ბევრი სხვადასხვა ვარიანტი და არჩიეთ ამ ვარიანტებიდან თქვენთვის საუკეთესო, იმიტომ რომ სამიანი თასების მერე მოდის რაღაც ოთხიანი თასები ენერგიის განვითარების თვალსაზრისით და ბევრ დასტაში ოთხიანი თასები უფრო რაღაცნაირად დეპრესიულ განწყობას თუ არა ერთგვარ აპათიასაც ასახავს. ანუ თქვენი ეხლანდელი ემოცია არის ძალიან პიკზე. თქვენ ახლა ხართ ძალიან მოტივირებული, შთაგონებული, მზად ხართ რაღაცა ახალი ქმედითი ნაბიჯები და სწრაფად განახორციელოთ, რაც ყველაზე მთავარია ეს ყველაფერი. აი ეს ჩანაფიქრი გინდათ, რომ მალე მოიყვანოთ სისრულეში, მალე დაინახოთ ხელშესახები პროდუქტი, რასაც ტარო გვირჩევს, რომ იჩქარებთ, აწონდაწონეთ ბევრი ალტერნატივები და აი ამ ყველაფრის მერე უკვე გაცნობიერებულად და გააზრებულად გადადგით ის ნაბიჯები, რაც თავისთავად ცხადია დიდი ალბათობით მოგიტანთ წარმატებას. ოღონდ გონივრულად, მე ვერ ვიტყვი, რომ აქ დაუფიქრებელი ადამიანები მიყურებენ, იმიტომ რომ ეხლანდელი თქვენი ენერგია არის სწორედ ხმლების დედოფლების ენერგია, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ ცოტა მეტად იმპულსურები ხართ, იქიდან გამომდინარე, რომ ზედმეტად ხართ მინდობილი ინტუიციას, ცოტა მეტი პრაგმატიზმი შეიძლება ასე ითქვას, საჭირო იყოს თქვენ შემთხვევაში, რომ შემოვიდეს მარტის ენერგიებში.
იმისათვის რომ წარმატებული ფინანსური შედეგით დახუროთ ეს კონკრეტული თვე. აი ასეთი იყო პირველი ვარიანტი, როგორია მოკლედ კითხვაზე, როგორ განვითარდება მარტისთვის ფინანსური საკითხები თქვენთან მიმართებაში. აუცილებლად დაწერეთ, რეზონირდა თუ არა და არ დაგავიწყდეთ ვიდეოს ქვეშ დააკომენტაროთ თქვენი მომავალი სასურველი საჯარო გაშლის თემაც თუ ასეთი იქნება. ეხლა გადავიდეთ მეორე ვარიანტზე და ვნახოთ მეორე ვარიანტი. თქვენი ახლანდელი ენერგია როგორია? მეორე ვარიანტი, ხმლების 4-იანი, საკმაოდ ძლიერი ენერგეტიკის მატარებელი არკანია, შეიძლება ესე ითქვას, იმიტომ რომ მებრძოლი ადამიანი ისვენებს, აი აქ, ახლა თქვენი მდგომარეობა არის ესეთი, რომ თქვენ ისვენებთ, ძალას იკრებთ, სხვათა შორის ცოტა შეიძლება ან გაბრაზებული ხართ, ან ცოტა როგორი ხართ იცით, უფრო მეტ დროს უთმობთ აწონ-დაწონვას, აი რაღაცას აწონ-დაწონვა ესეთი ენერგია მოდის აქ, ისვენებთ, ძალებს იკრებთ, როგორც უკვე გითხარით და აწყობთ მომავლის გეგმებს. აქ მეორე ვარიანტი, თქვენ საკმაო რესურსი გაქვთ ენერგეტიკულადაც, რომ თქვენი დასახული მიზნები განახორციელოთ, უბრალოდ იცით რა არის, რატომღაც ვგრძნობ ცოტა უფრო დაძაბულ და სტრესულ ენერგიას და ეცადეთ, რომ ამ ენერგიამ, აი ამ რაღაცა ერთგვარმა აგრესიამ, რაღაცა პროცესები არ გააფუჭოს, აი საკონტროლეთ, რომ არ გადაამლაშოთ რაღაცეებში. ახლა ვნახოთ, აი კი ბატონო, ახლა მარტისთვის ენერგია ფინანსური თქო და ამოვიდა 2-იანი ხმლები. აქაც როგორი სიტუაცია, აქაც რაღაცა გზის გასაყარზე ხართ, აწონ-დაწონეთ თქო ამბობ და ნამდვილად ესეა, ანუ გზის გასაყარი ორი მიმართულებით შეიძლება ფიქრობდეთ, სხვათა შორის აქ ძალიან ბევრ თქვენგანს შესაძლოა კონდეს რაღაც უძილო ღამეები იმ თვალსაზრისით, რომ ღამე იწყებდეთ ფიქრს, ღამე იწყებდეთ თქვენი გონება მუშაობას, მაგრამ რაც ძალიან საინტერესოა, დღისით, დილით რომ დგებით, რაც ღამე იფიქრეთ, თითქოს რაღაცა ხელში არ გიჭირავთ, უბრალოდ ხართ დაღლილი, თავი გავსებული გაქვთ 1000 გვარი ფიქრით, აზრით, მაგრამ აი რაღაცა ქმედითი საკითხები ხელში ვერ და არ გიჭირავთ. პრინციპში მთავარი არკანი ამასაც აჩვენებს, რომ ჯერ დრო არ დამდგარა, ჯერ კიდევ არის საჭირო გარკვეული ტიპის მუშაობა და გარკვეული ტიპის ალტერნატივები. აქაც მე ვიტყოდ, აი პირველი ვარიანტის მსგავსად, აქაც საჭიროა ალტერნატივების მოძიება. უბრალოდ პირველ ვარიანტთან იყო ისეთი სიტუაცია, რომ აი თქვენ სამყაროსთან ჰარმონიაში იყავით მოლოდინის რეჟიმში და აი აქ თითქოს ძალს თქვენ ხართ და ძალს სამყარო. ანუ მიუხედავად იმისა, რომ სამყარო თქვენს მხარეზეა, აქ უფრო მეტად არის დაძაბული ენერგიები, ანუ უფრო რაღაც მამაკაცური ენერგიებია აი აქ მეორე ვარიანტთან მიმართებაში. ვნახოთ რჩევა. აი უძილო ღამეები თქო და ხალხო შეხედეთ, პირდაპირ მოვიდა არკანი, როცა გძინავთ და ძინავს უფრო სწორად არკანზე გამოსახულ პერსონაჟს და 1000 გვარი რაღაც ეს იზმრება, ხო? ეს არის 7-იანი თასები, ეს არის თქვენი საფრთხეები, თქვენი შიშები, თქვენი რაღაცა უკეთესი მომავალი, ანუ ძალიან გერევათ ემოციურად ყველაფერი ერთმანეთში და დაღლილი ღვიძებთ თქო, თქვი და ახლა ამდენი აზრი, ამდენი გველეშაპი, ამდენი რაღაცა წარმატება, ამდენი შიში აგერ არის კიდე გამოსახული, ხო? რომ არის თქვენს სივრცეში ღამის განმავლობაში, ანუ არა სრულფასოვანი ღამის ძილით გძინავთ.
და შესაბამისად ამისა თქვენი ენერგეტიკული რესურსი დღის მანძილზე და ის მდგომარეობა, რაზეც პასუხისმგებელია ჩვენი ტვინი, ანუ რეპტილიური ტვინი, რომ რაღაც იმპულსურად მოგცეთ ძალა ახალი რაღაცეებისათვის, უკვე აღარ გყოფნით. ამიტომ ეცადეთ, რომ ღამე დაიძინოთ დროულად, რჩევა იქნება აქ დამატებით მეორე ვარიანტისთვის, დაიძინოთ დროულად, დილით ადგეთ ასევე დროულად და ღამის ძილი გამოიყენოთ სრულად რესტარტისთვის და ენერგიის აღდგენისათვის. აი ესეთი იყო მეორე ვარიანტთან მარტისთვის ფინანსური ტენდენციების შეფასება. არც მეორე ვარიანტს არ გამოვტოვებ, ასე რომ ვთქვათ, და შევახსენებ, რომ საჭიროა არხის მოწონება, გამოწერა, ვიდეოს დაკომენტარება და თქვენი აზრის გაზიარება. თავისთავად ცხადია, როგორ რეზონირებს და კიდევ რას ისურვებით, რომ საჯარო გაშლის თემატიკით ჩავწეროთ. ეხლა გადავიდეთ მესამე ვარიანტზე და ვნახოთ მესამე ვარიანტი. თქვენი ეხლანდელი მდგომარეობა. თასების დედოფლები გვესტუმრდნენ აი აქ. ეხლანდელი მდგომარეობის ნაწილში. თასების დედოფლები აქაც აი სულ რაღაც ისეთი ენერგია ტრიალებს ეხლანდელი, ანუ მარტი სავარაუდოდ იდეაში გაზაფხულის დასაწყისია, უკვე რაღაც ბუნებაც იღვიძებს და ჩვენც მეტნაკლებად რაღაცა უფრო ენერგეტიკულად გამოფხიზლების ეტაპზე ვართ, გადასულები და აქაც ახლა ამ არკანზე გამოსახულია ეგ წყალი, გამოსახულია მთვარე, გამოსახულია ქალი, გრძელი კაბით, ხო და მოსასხამით. იცით რა, თითქოს რაღაცა აზრებს მესამე ვარიანტი. ეხლა თქვენი ენერგიით ან მუხტავთ, ან გარკვეული ტიპის მოსაზრებებთან დაკავშირებით თითქოს ეცდილობთ, რომ რაღაცა მეტი სიცოცხლე შესძინოთ. რატო ვამბობ, რომ მუხტავთ თქვენ? იმიტომ რომ აქ მე მომდის მძლავრად საკმაოდ მთვარის ენერგია. შესაძლებელია ზოგიერთი აქ ატარებდეს გარკვეული ტიპის პრაქტიკებს, იცავდეს ან ასკეზებს, ან დაუშვათ მთვარის ენერგიით და ან მთვარის ციკლებთან მიმართებაში ქონდეს გარკვეული ტიპის მიგნებები, თავისი ინდივიდუალური, მაგრამ ისეთი აი ნაცადი ხერხიაო რო იტყვიან ხოლმე ჩვენში, აი ზუსტად ესეთი. არ გამოვრიცხავ, რომ თქვენი ეხლანდელი ენერგია გარკვეულწილად ეფუძნება უფრო ინტუიტიურ ქმედებებს. აქ თქვენ რაღაცა ისეთი ქმედითი, რაღაცა ხელშესახები შეიძლება არაფერი არ გაქვთ, მაგრამ აი ინტუიტიურად თითქოს ცდილობთ, რომ გზა გაიკვლიოთ. ვნახოთ ახლა ტენდენციები. საოცრება, აქაც აი მთვარის მძლავრ ენერგიას ვგრძნობთ ხო და პირდაპირ მოვიდა მთვარის არკანი. ჩემო ძვირფასებო, კიდევ კარგი, რომ თვალწინ ვიღებ არკანებს და აქ ვერავინ ვერ დამწავებს წინასწარ, რომ რაღაცა მაქვს ნანახი და ისევ მსჯელობ. ეს ხდება მაშინ, როდესაც ნაკადთან მუშაობ სრულ ჰარმონიაში. და მადლობა სამყაროს ამისათვის ნამდვილად. აი რაც შეეხება ახლა ფინანსურ ტენდენციებს, აქ მოდის მთვარის არკანი. აქ სხვათა შორის არის სიტუაცია, იქნება სიტუაცია, როდესაც აი მიიღებთ გარკვეული ტიპის მინიშნებებს, შთაგონებებს, მაგრამ აქ ჩემო ძვირფასო მესამე ვარიანტო ფინანსური ტენდენციები ჯერ მთლად გამოკვეთილი არ არის მარტში. სავარაუდოდ რაღაცეებთან დაკავშირებით გაგიჩნდებათ ან მინიშნებები სამყაროსგან, ან თქვენ თვითონ გააკეთებთ გარკვეული ტიპის მიგნებებს, როგორც აქ მთავარი ენერგიის შეფასებისას გითხარით. აიმიტომ ნუ იჩქარებთ და ენდეთ თქვენს ინტუიციას, სადღაც აუცილებლად მიგიყვანთ. თუმცა ეს მთავარი ენერგიის მქონე არკანი, ნახეთ, ერთი ფეხით დგას წყალში და მეორე ფეხი უდგას მიწაზე. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ დაიცვათ ბალანსი ინტუიციასა და რეალობას შორის. ანუ პრაგმატიზმი და ინტუიცია ერთად ეცადეთ, რომ შეარწყათ ერთმანეთს, გამოგივათ არაჩვეულებრივი ტანდემი თუ დააბალანსებთ ამ ორ ენერგიას. აი რჩევის სახით. ნახეთ, აი მოვიდა სამიანი პენტაკლები, ადამიანი, რომელიც ზის და მუშაობს, ძერწავს, თლის,
ახალ კარს. ახალი კარი არის ახალი გასაღები, ახალი დასაწყისი, ახალი სტარტი, თუმცა ზოგადად დურგლის ხელობა არის საკმაოდ სარისკო იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება მიიღო თვითდაზიანება და ამავე დროს ძერწვა, გამოთლა, გამოჩორკნა თუ გინდა ესე დავარქვათ, ხო, საჭიროებს როგორც შემოქმედებითობას, რაც არის უფრო ინტუიციური, ხო, ნაწილი, ასევე პრაგმატიზმს, ძალიან სიზუსტეს, რა რჩევაც მოვკვეთ თქვენ აქ მარტის თვის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, როცა გესაუბრებოდით, თვარის არკანთან მიმართებაში მოგეცით. ამიტომ რჩევის სახით იგივე მოვიდა აქ, ჩემო ძვირფასებო, საჭიროა მეტი კონცენტრაცია დასაწყის საქმეზე, უფრო მეტი გავარჯიშება, უფრო მეტი საკუთარ თავზე მუშაობა, შეიძლება აქ ზოგიერთმა თქვენგანმა გარკვეული ტიპის ცოდნა დააგროვოს, ან რაღაცა დააპრაქტიკოს რაღაცები, რომ ცადოს, რომ ეს ვარიანტი ჯობია თუ ის ვარიანტი ჯობია. მაგრამ შედეგში უკვე რაღაცას აუცილებლად დაიჭერთ ხელში, იმიტომ რომ შვენიერი განვითარება აქ ამ ყველაფერს. მარტის თვე პირდაპირ შემიძლია მესამე ვარიანტს უთხრა, რომ მოახმარეთ ძირითადი ტენდენციების გამოკვეთას და ასევე თქვენი ძირითადი უნარების უფრო მეტად დახვეწასა და გაუმჯობესებას. აი ესეთი იყო სამი ვარიანტი, ჩემო ძვირფასო, მსმენელებო, მარტისთვის ფინანსურ ტენდენციებთან დაკავშირებით. პრინციპში სამივე ვარიანტთან მიმართება შეჯამება, რო ვთქვათ, მეტნაკლებად ერთგვაროვანი ენერგიებია, ეს არის რაღაც ახალი გაზაფხულთან დაკავშირებული სავარაუდოდ ახალი სიცოცხლის, ახალი სტარტის, ახალი გადატვირთვის ტენდენციები, თუმცა სამივე ვარიანტს ესე შემაჯამებელი რჩევის სახით მე ვეტყოდი, რომ უფრო მეტ გონიერებას მოუხმეთ, უფრო მეტად იყავით რაციონალურები, პრაგმატულები და პრაქტიკულები. ეს ძალიან დაგეხმარებათ. ფინანსებს არ უყვარს ზედაპირულობა, ფინანსებს არ უყვარს ზედმეტი დაშვება, ზედმეტი ალბათობა. კი ბატონო, რისკი უყვარს, მაგრამ რისკთან დაკავშირებული ალბათობა თუ არის არაგონივრულად მაღალი, ამ შემთხვევაში როგორც მოგება შეიძლება იყოს საკმაოდ მაღალი, ისე წაგებაც შეიძლება იყოს დამღუპველი და ფატალური. აქედან გამომდინარე სამივე ვარიანტი ეცადეთ, რომ მარტის თვე გამოიყენოთ ძირითადი ტენდენციების უფრო მეტად გამოსაკვეთად, საკუთარ თავზე სამუშაოდ და ასევე უსმინეთ, იმიტომ რომ სამივე ვარიანტთან იყო, რომ ინტუიციას უსმინეთ, სამყარო გვეუბნებოდა. უსმინეთ, თქვენს დაუსვით თქვენ თავს შეკითხვა, რა გინდათ სინამდვილეში და რის მიღწევას ცდილობთ, რა შედეგის მიღება გინდათ. ხშირად ადამიანები შედიან ხოლმე რაღაცა გარკვეულ ანგარიგებაში ან დაპირებებს იძლევიან, იმ მომენტში რომ მოწონთ ეს ყველაფერი და მერე საქმეზე რომ იდგება, ხვდებიან, რომ აი რა თმინდოდა ეხა ეს, ან რატო დავპირდი, ან რატო დავიწყე, ან რატო წამოვიკიდე ამ ხელა პასუხისგებლობა, ეს რო არ მოხდეს, სამივე ვარიანტს სამყარო გაფრთხილებთ, რომ დაფიქრდით, აწონეთ და როცა გააცნობიერებთ უკვე, რომ ეს ნამდვილად გინდათ, რომ დაადგეთ ამ გზას, კი ბატონო, დაადგით თავი და იქნებით სამყაროსგან დალოცვილები. ძალიან დიდი მადლობა მსმენისათვის, ჩემთან ყოფნისთვის, ერთგულებისთვის, სიყვარულისთვის, აურაცხელ სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ მე თქვენგან ყოველდღიურად, თუ პირად შეტყობინებებში, თუ ამ ვიდეოების კომენტარებში და მინდა თითოეულ თქვენთაგანს ეს შორიდან მოგეფეროთ, გადაგიხადოთ მადლობა და ვეცადო, რომ კიდევ უფრო სასარგებლო ვიყო თქვენთვის მომავალში. დროებით გემშვიდობებით და შევხვდებით აუცილებლად ძალიან მალე.